გამარჯობა, ეს არის კიბერუსაფრთხოების პოდკასტი. მე ვარ მარიამ აბულაძე და დღეს ჩვენი სტუმარია სალომე მეგრელიშვილი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. დღეს ჩვენი თემა არის ქალების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში და სალომემ რო გითხრა პირველ რიგში, რატო ფიქრობ, რომ ჩვენი თემა უნდა იყოს კონკრეტულად ქალების შესახებ? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მარიამ, რომ მომიწვია ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ. დავიწყებ იმით, რომ ყველა სეგმენტს თავისი რისკები და საფრთხეები ახლავს და რას გულისხმობ. ამ სეგმენტის კრიტერიუმები შეიძლება იყოს ასაკობრივი ჯგუფი, ჰობი, აი მაგალითად გეიმინგში საერთოდ სხვა რაღაც რისკები არის ონლაინ სივრცეში და სქესობრივი ნიშნით დაკომპლექტებაც ამისი. და რატომ ვუსვამთ დღეს ამას ხაზს? სტატისტიკურად ქალების მიმართ კიბერბულინგი, კიბერდანაშაული შევიწროება მუქარად და ამ შემდეგ 2-3ჯერ უფრო მეტად ხდება ვიდრე მამაკაცების მიმართ. და მგონია რომ საკმაოდ სენსიტიური და მტკივნეული თემა. ბევრ ჯგუფში ვარ სოციალურ ქსელებში, ქალების ჯგუფები, ტექნიკური ჯგუფები და ამ შემდეგ და ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე შეკითხვები ამ თემის გარშემო. კი ბატონო, გეთანხმები და ფიქრობ ამის სტატისტიკა რეალური ჩვენ არც გვაქვს და ვერც გვექნება საქართველოში, მაგრამ რეალური ციფრები რო გავიგოთ, ალბათ ძალიან შემაშფოთებელი იქნებოდა ჩემი აზრით ქალებთან მიმართებაში ძალადობას რაც ეხება. ესე ვთქვათ, სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა არის, როცა მაგალითად გაცნობის აპლიკაციებიდან შეხვედრები ფატალურად მთავრდება და ან ძალადობით, გაუპატიურებით და ხანდახან მოკლითაც კი სრულდება, ესე ვთქვათ, ქალების მიმართ და ამ შემთხვევაში აი გაცნობის აპლიკაციებზე რო ვისაუბროთ, რას იტყოდი, რომ აი პირველი რა არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა თუნდაც Tinder-ზე რეგისტრირდებით, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა გავაზიაროთ, არ გავაზიაროთ, აი მაგაზე რო გვესაუბრო სალომე. პროფილის შექმნისას რეალურ ინფორმაციას მაინც და მაინც შევიყვანთ, რეალურში ვგულისხმობ. სახელი შეიძლება მიუთითოთ, მაგრამ გვარს ნუ დაუწერთ. ან კონკრეტული ორგანიზაციის ჯობ ისინი რო არის ხოლმე, სად ხარ დასაქმებული. ნუ მიუთითებ კომპანიას და ზუსტ პოზიციას და შეგიძლია აიღო უბრალოდ სფერო, რაღაცა IT სფერო, ან კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოებაც ეს სეგმენტია, რომ მაინც ადვილად ამოსაცნობია, მაგრამ განვაზოგადებდი მე პირადად სოციალურ ქსელებთან ნუ დასინკავთ მეგობრების აი სავარაუდო ფრენდ ლისტები და რაღაცები რომ გირჩიოს მაგისთვის ხო სინქსი თხოვს და ეგ მაგას გავუთიშავდი. მაინც და მაინც არ მეუთითებდი აი საყვარელ ადგილებს ჩამონათვალში, ჰობების ჩამონათვალში რაღაცა ესეთი იშვიათ და ადვილად რო დაგაიდენტიფიცირონ ეს რაღაცებისგან თავი რო შეიკავონ. მაგალითად ფოტოები ხომ, რომ ადგილი სად არის გადაღებული, მაგალითად ფოტო, პროფილის ფოტოს როცა აზიარებთ, რომ რაღაცა ადგილი საიდან არის გადაღებული, სახლიდან, კაფედან, რომ მანქანის ნომერი, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ არ გავაზიაროთ. და პირველი შეხვედრა, რას ფიქრობ, რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს, რა უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, რა ნაბიჯები არის, რაც უნდა გადავდგათ, რომ თავი დავიცვათ. პირველ შეხვედრაზე არ უნდა ვიჩქაროთ პირველ რიგში, უნდა გავიდეს რაღაც. მარტო პირველ შეხვედრაზე კი არა, ის სხვა სოციალურ ქსელებში გადაყვანაზეც იგივეს ვიტყოდი რა. ჯერ რაღაცა დროის შუალედი გავიდეს, რომ ადამიანი მიხვდეთ რა ტიპაჟი არის საერთოდ და რასთან გაქვთ საქმე. თუ წამოვიდა ესეთი манипуляციური ხერხების შეხვედრის დაჩქარება, ან ჩაგაცივდა სად მუშაობ, ან გინდა თუ არა რატო არ მეუბნები შენ საყვარელ ადგილებს, აი ზოგადად რედ ფლეგები არის ბევრი დიალოგებში და მაგ რედ ფლეგებს უნდა დავაკვირდეთ, შეხვედრაზე აღარ ვსაუბრობ საერთოდ. რაღაცა კონკრეტულ პერიოდის მერე ამ ტიპს რომ მივეჩვევით და მივხვდებით, რომ ნორმალურია მერე გადაყვავს რამე ალტერნატიულ სოციალურ ქსელში თუ გვინდა. და მე რაღაც კონკრეტული დროის მერე შეიძლება 1 თვე ან 2 თვეც გავიდა, მე უკვე შეიძლება შეხვედრაზე ვისაუბროთ, თორემ ეს პირველი შეხვედრაც კარგად არის დასაგეგმი მხრივ, რომ
არ ვიცით რეალურად ამ პროფილების უკან ვინ დგას. შეხვედრამდე ვიდეოს არს მოვითხოვდი, voice მოვითხოვდი მაგალითად, ეს რომ ბუნებრივად გამოვიდეს უფრო ალბათ ისედაც გვაინტერესებს ხოლმე ვის ვესაუბრებით და მშვენიერი მიზეზია რომ მაინტერესებს ვის ვესაუბრები, რანაირი ხმა გაქვს. პირობითად. ანუ თუ მაგალითად გვერიდება ხო და რაღაცა დისკომფორტი გვაქვს რომ ვთხოვოთ, ან უარს გვეუბნება და მაგ დროს აი ფიქრობთ რომ როგორ მოვიქცეთ, ხო? უარს თუ გვეუბნება, დეფოლტად red flag-ი არის უკვე რა. ხაცას მალავს ესე იგი. ხო, ეს ის არ არის, ვინც რომ გონია დიდი ალბათობით. ხო. და უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, აი მაგალითად ეს ეტაპები გავიარეთ, რაღაც ვიდეო წარითაც ნახეთ ეს ადამიანი დავრწმუნდით, რომ ის არის. აი შეხვედრის შემთხვევაში რას გვირჩევ? სად შევხვდეთ, მაგალითად, რომ გამოგვიაროს მანქანით თუ არის მისაღები და ასე შემდეგ. არ გინდათ ასეთი რამე. ბინაშია ყველაზე აღარ მაქვს საუბარი და სასტუმროშიც არ გაყვეთ, ანუ არსად არ გაყვეთ, სადაც ერთ-ერთზე დარჩებით ამ ადამიანთან, იმიტომ რომ მაინც არ იცით რის გამოკეთებელია. პირველი შთაბეჭდილება სხეულის ენა და ამ შემდეგ ძალიან ბევრს ამბობს ადამიანზე. არჩეთ რაღაცა ხალხმრავალი ადგილები, შემოთავაზებას არ დათანხმდეთ ტრანსპორტირებაზე გამოგივლი და გაგიყვან, არ დათანხმდეთ. ჯერ ერთი მისამართეუბნებით და მეორეც ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში თქვენი გატაცება. კი და მოდი არ გინდა. კი, არის ესეთი შემთხვევებიც, ხო? კიდევ დავამატებდი, რომ წასვლისას ვინმე სანდო მეგობარს გაანდეთ, რომ რაღაცა ასეთ დეიტზე მიდიხართ. ჩავურთეთ live location-ი, ახლა თანამედროვე აპლიკაციებს და მესენჯერებს აქვს ესენი ამის გაზიარების საშუალება 1 საათით, რაღაცა 7, 1 დღით და რაღაც ესეთი პარამეტრები და გაუზიარეთ პერიოდულად, როცა შეძლებთ დაჩექინდით კიდევაც, რომ კარგად ვარ. სახლში მისვლისას გავაკეთებდი რეკომენდაციას, რომ ანუ სულ კონტაქტზე ვიყოთ რა მოკლედ. სახლში მისვლისას უთხრათ, რომ მივედით. ეს შემთხვევაში ესეთ ესე ვთქვათ დეტალებზე და ფაქტორებზე არ ფიქრობენ ხოლმე და რაღაცა არ ითვალისწინებენ და ვერ წარმოუდგენიათ რომ შეიძლება თვითონ საფრთხის ქვეშ არ დადგენ. აი როგორც მე არ დამემართება რაღაცა ისეთი პოზიცია ხოლმე ძირითადად და სამწუხაროდ ხდება შევიწროვება, ესე ვთქვათ ძალადობა, შეიძლება მაინდა-მაინც რაღაცა მკვლელობა არ მოხდეს, მაგრამ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ამ მსგავსი ფაქტორებისგან თავისასარიდებლად ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე დავამატებდი მე იმასაც, რომ მნიშვნელოვანი არის სასმელი, როცა დაგპატიჟებენ, ეგეც ესე ვთქვათ, ბარმენს ჩვენ თვითონ გამოვართვათ, უყურადღებოთ არ დავტოვოთ და თუ გემო ან კონსისტენცია არ მოგვეწონება ამ სასმელის, აუცილებლად აღარ გავაგზავნოთ დალევა და პირველ დეიტზე ბევრი ალკოჰოლიც, ესე ვიტყოდი, რომ არ არის რეკომენდირებული. პასუხისგებლობაზეც რა ვილაპარაკოთ სალომე, არა მსხვერპლის დადანაშაულების კუთხით, ხო, ხშირ შემთხვევაში არის, რომ აი გამომწვევა დეცვა, ან რაღაცა იმან, ესე ვთქვათ, მისგან მივიღე სიგნალი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რაღაცა გამართლება მოძალადეებისთვის, რა, აი მაგ კუთხითაც რო გვესაუბრო, აი რას ფიქრობ მაგაზე შენ? რაც არ უნდა ჩავიცვათ, არავის არ აქვს უფლება, რომ ჩვენი კონკრეტული ხაზი გადმოგვეთოს. აქ უნდა გაიაზრონ შევიწროებულმა საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, რომ თვითონ დამნაშავეები არაფერში არ არიან. აქვთ უფლება ისე სოციალურ ნორმებს თუ არ არღვევენ, რა თქმა უნდა, ისე ჩაიცვან და ისე იყვნენ, როგორც თვითონ უნდათ. აუცილებელი არის, როგორც კი წამოვა მუქარა ან რაღაცა ძალადობის ნიშნები, მაშინვე ვიღაცას უნდა უთხრათ. არ ვართ მარტოები, თავი დამნაშავეთ არ უნდა ვიგრძნოთ არანაირ შემთხვევაში. ყველა ვარიანტში ეს არის ჩვენი უფლებების შელახვა. და ჩვენი უფლებები და რა მექანიზმები გვიცავს, ყველამ უნდა ვიცოდეთ. ამ თემაზე რო გადავიდეთ, აი რას გულისხმობს და რას ნიშნავს სტალკინგი, მიყურადება? რო გაგვიმარტა. ეს შეიძლება იყოს როგორც კიბერსივრცეში, ისე ფიზიკურად, ზოგადად კიბერუსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება მარტო ონლაინში არ გვიცავს ფიზიკურადაც. ეხლა რას გულისხმობს სტალკინგი და მიყურადება?
მაგალითად მიყურადების მაგალითად შეიძლება ავიღოთ თუ ვიღაცამ ჩვენი ზარები გადაამისამართა ჩვენგან უკითხავად ან SMS-ები სტალკინგის ნაწილიც არის სოციალურ ქსელებში თუ დაუსრულებლად გათვალიერებენ სად დადიხარ თან გოგოებს ხშირად გვჩვევია რომ აზიარებთ ამ ფოტოებს სად ვართ ჩეკინდებით რაღაცა ლაიქები მოწონებები კომენტარები და ამ ყველაფერს რომ ყურადღება დაასდევს ასე ვთქვათ ეს ვიღაცა და თან გეუბნება გითვლის ამ იმებს რატო დაგილაიქეს ან შენი მეგობრები გუშინ 296-ნი იყვნენ და ახლა რატო არის 257-ია ესეც სტალკინგის ერთ-ერთი ფორმა არის კიდევ აროლების გაცვლას ითხოვენ ხოლმე ხშირად ეს არის ღია სტალკინგი ჩვეულებრივად ჩატების დეფოლტია რა წაიკითხავს ხო რატომღაც გონიათ სიყვარულის გამოხატულება და ძალიან კამათამდეც მიდის ხოლმე რომ რა გაქვს დასამალი რო არ მიზიარებ არაფერი არ მაქვს დასამალი უბრალოდ ეს არის ჩემი პირადი სივრცის ხელყოფა ჩვეულებრივ და არ შეიძლება არ არის ეს ჯანსაღი კი გეთანხმები, ანუ ეს არის პირადი საზღვრები და საპირისპირო, ესე ვთქვათ. მხრიდან არის სრულიად манипуляция ეს, ანუ რა გაქვს დასამალი, არაფერიც არ მაქვს დასამალი, ხო, რეალურად, უბრალოდ არის ჩემი პირადი სივრცე, არანაირად არავის არ აქვს უფლება და არ ეხება, იკითხოს რას წერმე ჩემს დაქალს, დედას, დას და ასე შემდეგ, ჩემს ოჯახის წევრებთან რას ვაზიარებ და ეს არც სიყვარულის გამოხატულებაა, ესე ვიტყოდი და არც რაღაცა ანუ არაფერში არ ჩდება რა. გეთანხმები. არც ის მომწონს რაღაცა ხა ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათია საერთო Facebook-ები, მაგრამ ბოლო პერიოდში არც მე არ შემხვედრია. მაგრამ ის არის ხო რა, ანუ პირადი საზღვრები სერიოზულად ირღვევა რა. ხშირ შემთხვევაში ესე ფინანსურადაც შეიძლება შევხედოთ, ხო? ანუ ოჯახში როცა ხდება, ესე ვთქვათ, ფინანსების ესე გაზიარება და ერთის მხრიდან მართვა, ეგეც манипуляция და შევიწროვება არის და არ აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს, რომელიც ქესის წარმომადგენელი, ესე ვიტყოდი. ასევე რას გვირჩევდი მაგალითად, რომ სტალკინგის შემთხვევაში თუ ვინმე გვიყურადებს, რას მივაქციოთ ყურადღებას მაგალითად ტელეფონში, რა შეგვიძლია რა პარამეტრები გადავამოწმოთ, ეგ რო გითხრა. წინა კითხვას დავამატებ, რომ სტალკინგში და მიყურადებაში კამერებით შედის და ყურადღებით გავაერთიანებ, მაგრამ ამ ორ შეკითხვას. კი ბატონო. ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგალითად, წეღან დეითინგ აპლიკაციაზე საუბრისას, სადმე აყოლაც აღნიშნეთ, ხო? რეალურად დიდი შანსია, რომ იქ იმ ვიღაცას კამერებიც კი კონდეს სახლში. მე თქმა უნდა, კი. ეგ ერთი. შეიძლება ესეთი პატარა დივაისები არის და თუ ვიღაცა ყოფილი პარტნიორი ან ვინც იქნება, ვინდაც ახალი, სადმე რაღაცა მიამაგროს ამ ხელა, რომელსაც თვალით შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ. აი ჟუჩოკებს რასაც ეძახიან, მაგას გულისხმობ, ხო? და საკმაოდ რთულია თან, იმიტომ რომ მაგას სპეციალური ასეთი დანადგარები აქვს, რითიც რაღაცნაირად შეგიძლია შეამჩნიო. ყოველდღიურ გარემოში ასეთი ისინიც არ გვხვდება ამოსაცნობი ხელსაწყოები და ძალიან რთულია. უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ, რომ რა იცის მოძალადემ რა. თუ ისეთ დეტალებს გეუბნება, არსად არ მიგიწერია არავისთვის სახლში უთხარი, დაქალი იყო შენთან ამოსული და რაღაცა მოუყევი და უცებ მესამე დღეს წინ გვხვდება მოძალადის მხრიდან ნათქვამი, უკვე უნდა დაფიქრდე, რომ სადმე რამე ხომ არ არის სახლში. სმარტფონებს რაც შეეხება და კომპიუტერებს, სადაც ყოველდღიურად რაღაცებს ვაკეთებთ. სმარტფონებზე გავაკეთებ ჯერ და შემდეგ ჩავშლი კომპიუტერზე. უნდა დავაკვირდეთ ბატარეას რამე ხო არ ჭამს ზედმეტად. ან რაღაცა უცნაური აპლიკაციები ხო არ არის ტელეფონში დაყენებული. ან უცებ გაჩნდა იოგას აპლიკაცია, რომელიც რატომღაც წვდომას ითხოვს კამერაზე, ლოკაციაზე და ზარების ლოგებზე. არარელევანტური ფერმიშენებია ესენი. აპლიკაციებთან დაკავშირებით ამას ვიტყოდი.
რამე შემთხვევა ხო არ გქონია, რომ აი ვინმეს შენს გარშემო რაღაცა ესეთი ფაქტი გქონია და დაეხმარე და აი რა გააკეთეთ, რა ნაბიჯები გადადგეთ, ძალიან საინტერესო არის ისიც რომ გაგვიცია. ერთ ჯგუფში წავაწყდი, როგორც აღნიშნე, ბევრაიტი ჯგუფში ვარ და კითხულობდა იუსერი, ანონიმური იუსერი კითხულობდა, როგორ გავიგო ეჭვი მაქვსა რომ ისმენენო და ფოკუსს აკეთებდა სამსახურებრივ თემაზე. ხო და დაუწყე ახსნა რომ მეთქი ეგეთი რაღაცები ესე ვერ მოგისმენს ასე შემდეგ და მე გადმოვიდა პირად შეტყობინებებში და მიხსნა რომ სინამდვილეში ეჭვი აქვს თავის ყოფილ მეუღლეზე. მე ვიცი რეკომენდაციები იგივე რაც უკვე აღნიშნე რომ იქ ფერმიშენები ნახოს, იქ შემთხვევით ხო არ შეუმჩნევია კამერის და იმისი მიკროფონის ინდიკატორები რო არის მწვანეთ რო ანათებს როცა გამოიყენება ან შეტყობინებას უგდებს. ეგ ხო არ შეუნიშნავს, ხო არ უჯდება ტელეფონი, რამე უცხო ხო არ აქვს ასე შემდეგ და ბოლოს დარესეტება უთხარი. მოტი კომპიუტერთან დაკავშირებითაც ვიტყვი, კი სმარტფონებს უფრო ვიყენებთ ასეთ რამეებში, მაგრამ კომპიუტერების კომპრომეტირებელ ინდიკატორებსაც გეტყვით ბარემ. ხშირად მქონია იუზერებისგან, რომ აი შავი ფანჯრები უცებ მიხტება და იხურება, აღარ მუშაობს ჩემი კომპიუტერი და მგონი გაცვდა და ასეთი ფრაზები ხოლმე. რეალურად ეს შეიძლება იყოს დავირუსების ეფექტი, როცა ოპერატიული მეხსიერება გამოიყენება ზომაზე მეტად, პროცესორი გამოიყენება ზომაზე მეტად, აქაც ვიდეო კამერა თუ გაქვთ დაერთებული, ამის ინდიკატორი რო ჩართულია არ იყენებთ და მაინც ანათებს მაგალითად, რაღაცა პაროლები შეგეცვალათ უცებ, ან მაუსი თავისით მოძრაობს, ან წერისას რაღაცა სიმბოლოები თავის თემატება ტექსტს, ესენი ყველაფერი არის კიდე ბევრი რამეა, მაგრამ ძირითადად ასეთი რაღაცები შეგვიძლია შევამჩნიოთ, ხო ანტივირუსი ყვირის, რომ რაღაც საფრთხეა. ამ შემთხვევაშიც ვიცი ალბათ ოპერაციული სისტემის გაწმენდა და მაგების დევნა, როგორც წესი დიდ დროს მოითხოვს ხოლმე და ჯობია რომ თავიდან დააყენონ ოფიციალური ოპერაციული სისტემა ოფიციალური წყაროდან Microsoft-დან Windows-ის შემთხვევაში. კიდევ დავამატებდი, რომ აუცილებელია შიფრაცია ლეპტოპების მოწყობილობების, რადგან შეიძლება რაღაც ლეპტოპზე გეყენოთ password-ი, paroli, ამოიღონ მყარი დისკი და ესე ვთქვათ, წაიკითხონ მაინც. ამისთვის მნიშვნელოვანი არის შიფრაცია, რომ ჩვენი მონაცემები დარჩეს, ესე ვთქვათ, უსაფრთხოდ. ძალიან ისეთ სასაცილო case გეტყვით ადრე. მქონდა მასე და გამოძრობაც არ დაჭირდა, უბრალოდ დააკოპირეს ბრაუზერის ესენი folder-ი მთლიანად თავის update-ა folder-ი ან ყველაფრიანად dependency-ები რაც ქონდა და ამას ქონდა პაროლები ჩამახსოვრებული ამ users თავისი და ყველაფერი ჩვეულებრივ გახსნეს. პაროლებსაც მაგის რეკომენდაციასაც დავამატებდი, მაგრამ რომ ბრაუზერში შევინახავთ პაროლებს. ხო, არსებობს password vault-ები, სადაც შეგვიძლია შევინახოთ ეს პაროლები და ბრაუზერი, ესე ვთქვათ, არ არის უსაფრთხო გზა ამისთვის. რაც შეეხება სალომე ძალიან საინტერესო ისახსენე, რომ ხშირ შემთხვევაში ყოფილი მეუღლეები რაღაც მიყურადების ხერხად სახლში კამერებს და ჟუჩოკებს იყენებენ. მაგ თემასაც მინდა რომ ესე ვთქვათ, ჩაუღრმავდეთ. მნიშვნელოვანი არის, რომ ეგ ფაქტით ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა სახლში და მერე ეს ყოფილი მეუღლე მიუვარდა, იძალა და არის ხოლმე, რომ რაღაც შემაკავებელიც აქვთ, მაგრამ მაინც ხდება, ხო? არაერთი შემთხვევა გქონია და რაღაც ტელევიზიითაც გახმაურებული ფაქტი, რომ რაღაც ყოფილი მეუღლე ცოლთან შემაკავებლის მიუხედავად მივიდა რაღაცა სცემა და აქ რეკომენდაციას იმას დავამატებდი, რომ პირველ რიგში თქვენ თვითონ აღჭურვეთ თქვენი სახლი კამერებით და დააყენეთ. ამით
იმას დააფიქსირებთ, რომ თუ ვინმემ დაგიყენათ, ესე ვთქვათ, გადაამოწმებთ და თქვენ თვითონვე კამერაში ნახავთ. მაგალითად, თუ ყოფილი მეუღლე არის და რა ბავშვი მიყავს, მოყავს, თქვენთან სახლში შემოდის, შეგიძლიათ ხოლმე ჩაიწეროთ ეს, ნახოთ, რომ ყოველთვის კონკრეტულ ერთი და იგივე ადგილას ხო არ მიდის და რაღაცას ხო არ აკეთებს გაურკვევლად და ან თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ეს, ესე ვთქვათ, ამის პრევენცია გააკეთოთ. მე პირადად სახლში ჩვეულებრივად მიყენია კამერები, არ ვსმალავ ამას, ყველა მიცის და არანაირი პრობლემა არ არის პირიქით უსაფრთხოება და არა მარტო ესე ვთქვათ ყოფილი მეუღლე და ასე შემდეგ, ისეც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს. გადავიდეთ საინტერესო თემაზე. ეს არის ნუდების გაზიარება. რას გეტყოდი მაგაზე? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ რაც არ უნდა კონტროლის მექანიზმები არსებობდეს 100%-ით ნუდების გაზიარება არ არის უსაფრთხო. და როგორ თუ მაინც გვინდა რა უნდა გავაკეთოთ. ხო. გამოვიყენოთ ისეთი მესენჯერები, რომელსაც აი ერთჯერადი გახსნა რო აქვს ფოტოების. რომელსაც მეორედ ვეღარ გახსნი და თან მაგ დროს სკრინებსაც ვერ გადაიღებ. 100%-ით არ არის უსაფრთხოში ვგულისხმობდი, რომ მაგ გახსნისას შეიძლება სხვა დივაისით გადავიღოთ მაინც. ასე რომ ამის დასაზღვევად გადავიღებთ ისეთ ნუდებს მაინც და მაინც სადაც სახე ჩანს ან რაღაცა კონკრეტული სამკაული, რომელიც დაგაიდენტიფიცირებს ან ტატუ ჩანს, თუ ისეთ ადგილას არის ეს ტატუ, რომ გინდა მაინც გაგზავნო, ან დავბლაროთ ან რაღაცა უნდა ვუქნათ. და ფოტოებთან მიმართებაში რას გვირჩევდით? აი მაგალითად ფოტოს რომ ვიღებთ ტელეფონით, რაღაც მეტადატასაც ინახავს. თარიღი შეიძლება შეინახოს, ლოკაცია შეინახოს, კამერის ტელეფონის მოდელი, სახელი და გვარი თუ შევსებული გვაქვს ეგველები ტელეფონში და ამათი იდენტიფიკაციის საშუალებას ვაძლევთ მეორე მხარეს. თუ არ გვინდა ჯერჯერობით რომ უნდა გვაიდენტიფიცირონ, უნდა წავშალოთ ეგ მეტადატას, წაშლა შესაძლებელი არის. კი ბატონო, და როგორ შევინახოთ უსაფრთხოდ? მაგალითად Samsung-ის ტელეფონების შემთხვევაში თავისი secure folder-ი აქვს ამას, რომელსაც ცალკე პაროლი ედება დაშიფრულია. ან რამე third-party vault-ის მაგვარი შეგვიძლია გამოვიყენოთ ან native რაც არის. და ასე შევინახოთ რაღაცა კონკრეტული რთული კომპლექსური პაროლით. ცალკე iPhone-საც აქვს hidden folder-ი, სადაც შეგიძლია შეინახო. და იგივენაირად მაგალითად თუ ლეპტოპში გვაქვს დავშიფრავდი. მარტო მყარი დისკის შიფრაცია ახსენე და მაგის გარდა თვითონ folder-ის შიფრაციებიც არსებობს ან დაპაროლება. ერთ და იგივეა პრინციპში და ალბათ მაგითი. სიტყვაზე გავაზიარეთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ნუდები და მეორე მხარე მანიპულირებს, რაღაც დაშინებას იწყებს, ან უკვე გააზიარა, ან როცა გვემუქრება ამით, რომ ჩვენს ოჯახის წევრებს გაუზიარებს, ან საჯაროდ გამოაქვეყნებს ამ ფოტოებს, მაგ შემთხვევაში რა არის პირველი ნაბიჯები, რაც უნდა გადაუდგათ? პირველ რიგში არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ჯერ არ გაუსაჯაროებია. ამან თუ დაიჭირა ის მომენტი, რომ შეგეშინდათ, შეგვეშინდა და ემოციურად წამოგვაგვა მან კესზე, მერე გააგრძელებს ამ მანიპულაციას. ეს რეალურად არის კანონდარღვევა, შეგვიძლია ვურჩივლოთ ადამიანს და ჩვეულებრივი პირადი ცხოვრების ხელყოფა და კიბერდანაშაული ერთად არის, ასე რომ კანონიც გვიცავს მაგ შემთხვევაში. კი, ყოფილა მსგავსი პრეცედენტიც, რომ ანუ საქართველოში ესე ვთქვათ, მაგის გამო დაუჭერიათ და მიუსჭიათ სასჯელი. წაღან ახსენე, რომ სტატისტიკა კიდე უფრო ნაკლებია და რეალურად
სხვა რიცხვებთან გვაქვს საქმე ბევრად მეტთანო. კი, იმიტომ რომ ხშირად ეგებიან ხოლმე ასეთ მუქარებზე და თან არჩივიან, არ ამბობენ საერთოდ. სირცხვილის მომენტი არის, რომ აი დედაჩემა არ გაიგოს, ჩემო ოჯახის წევრებმა ხო, მეგობრებმა და აი მე რა ვქნა მერე და მაგით манипуლირებენ და ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ მოძალადეები ესეთ მოწყვლად გოგოებს არჩევენ, რომლებიც მარტივად манипуლირებადი არიან, ხომ? და ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ შეგვეშინდეს პირველ რიგში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მშიშრები ისინი არიან თავად და მათ ეშინიათ ყველაზე მეტად და პირველ რიგში მე პირადად მსგავსი მუქარა კი არა ნამიოკიც რომ გავიგო სიტყვაზე პარტნიორისგან მომენტალურად წავალ და განცხადებას დავწერ, იმიტომ რომ ერთი манипуლაციით შეიძლება მე ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს უსასრულოდ და კიდე უარესადაც, იმიტომ რომ რეალურად მესთ რაღაცებს ერთი ფოტოთი შეიძლება მე ვიდეო გამოგაგზავნინონ, რაღაცები გაგაკეთებინონ, ფული გამოგზავნონ თუნდაც. ძალიან ხშირია ეს. კი, და ამიტომაც არ უნდა თავიდანვე სანამ ყველაფერი გაუარესდება, სანამ მოქმედებამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გავაცხადოთ, არაფერი დანაშაულებრივი ამაში არ არის, ან ჩვენ თავი დამნაშავეთ არ უნდა ვიგრძნოთ, ეგეც მნიშვნელოვანი არის კიდევ. თუ მაგალითად უკვე გვყავს მოძალადე პარტნიორი, ან ყოფილი მეუღლე, ტოქსიკური, რომელიც მუდმივად რაღაცა манипуლაციას ცდილობს, გვიგზავნის მუქარებს. რა ბერკეტები გვაქვს ამ შემთხვევაში? რა შეგვიძლია რომ მოვიმოქმედოთ? თუ მაგალითად ინტენსიურად, ყოველდღიურად, რაღაც პერიოდულობით გვწერს, გვემუქრება, გვირეკავს, რას შვებით ამ დროს? მოძალადეებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ერთი ემოციურ დიალოგში და ვრცლად არ ავყვეთ, იმიტომ რომ არ წამოვეგოთ манипуლაციაზე და რისი მიღწევაც უნდა არ მევცეთ. რასაც იწერება, ყველაფერი დავსკრინოთ, მუქარა იქნება თუ რა იქნება შანტაჟი. სკრინები შევინახოთ, არა მხოლოდ ჩვენი ტელეფონში, ან სადმე დაცულ cloud service-ზე ავტვირთოთ, ან მეგობარს, ახლობელს, ოჯახის წევრს გადავუგზავნოთ, იყოს იქ საიმედოდ შენახული. არავითარ შემთხვევაში არ დავაედიტოთ სკრინშოტები, იმიტომ რომ ვალიდურობას დაკარგავს შემდეგ სამმართველდამცავ ორგანოებში რომ დაგჭირდეს. ეცადეთ გამოაჩინოთ თარიღები, როდის მოხდა ეს ყველაფერი, რომელ საათზე, ასე შემდეგ. და კოდური სიტყვა ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის. რომ შეგიძლიათ მეგობართან გქონდეთ. მაგალითად თუ მოგივარდა ეს მოძალადე სახლში, რაღაცნაირად ვიღაცას ხმა მიაწვდინო 112-ში, სანამ დარეკავდა, სანამ აბა მისამართი გითხარით ქალბატონო და ყველაფერი, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიღაც სანდო ახლობელთან კი, შეიძლება ვერც მოგეცეს საშუალება, რომ დარეკო, ესე ვთქვათ, 112-ში. რას გვირჩევდი სოციალურ ქსელებთან მიმართებაში, რა გავაზიაროთ და რა არა? ეს ცოტა მტკივნეული საკითხი არის, იმიტომ რომ გოგოებს ძალიან გვიყვარს ხოლმე, მგონი წეგან უკვე აღნიშნეს, ბევრი ფოტოები და ლოკაციები, ჩექინები და ასე შემდეგ ძალიან გვიყვარს. არ ვქნათ მეგობრებო ეს, ადვილად ამოსაცნობი ლოკაციები, მაინც და მაინც თუ გვინდა რომ გამოვაჩინოთ რაღაცა ივენთზე თუ ვიყავით, გავაზიაროთ მერე ივენთიდან რომ წამოვალთ. მეგობრების ლისტები ჩავკეტოთ, რომ არ იყოს ხილვადი public-ზე კი არა და არც თვითონ მეგობრებისთვის. დათაგვები ვიცით ხოლმე კიდევ ერთმანეთის და მოვერიდოთ ამას, იმიტომ რომ რეალურად კავშირებზე მიუთითებ, რომ აი ამასთან ახლოს ვარ, მე იქ გადავა, იქ დასტალკავს და რაღაცა შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს ისევ შენზე. ოჯახის წევრს რო გასტალკავს მაგალითად, შეიძლება შენზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასცი ამითი. ასევე პროფილებს მივაქცევდი ყურადღებას.
ზედმეტად ისეთი კარგი პროფილი გამართული, მაგრამ ახალი დარეგისტრირებული ან რაღაცა ზედმეტად იდეალური ფოტო არის. შესაძლებელია, რომ რევერსული ძებნა ქვია. ეს ფოტო ავტვირთოთ Google-ში და თუ რაღაცა აი მე მაგალითად მქონია შემთხვევა, რომ ვიღაც გოგო მამატებდა Facebook-ზე მივამსგავსე ახალგაცნობილ თანამშრომელს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი რა, დამეიჭვა რომ რაღაც ცოტა მეგობარი ყავდა, ახალი დარეგისტრირებული იყო და აუდექი ავიღე, ასე ვთქვათ, ეს ფოტო, დავსერჩე Google-ში, მოვძებნე და აღმოჩნდა ვიღაც ბრაზილიელი მომღერალი და მაგით მივხვდი, რომ ეს რაღაცა ყალბი აკაუნთი იყო. მაგას გულისხმობ. სტორების გაზიარებისასაც ვიტყოდი, რომ არ არის საჭირო ყველაფრის გაზიარება და თუ გვინდა მაინც და მაინც რომ გავაზიაროთ, შეგვიძლია მის close friend-ების ისინი რო არის. ხო, რამდენიმე ადამიანს რომ გავაზიაროთ. კი ბატონო, იმას დავამატებდი, რომ ჩვენი მიზანი არ არის, რომ რაღაცა ყველაფერზე გითხრათ, რომ არა. რა თქმა უნდა, თუ გინდათ, უნდა გააზიაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გააზრებულად. და ვიცოდეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ასევე რაც შეეხება ამ ჩვენს მთლიან პოდკასტს, ჩვენი მიზანი არის ის, რომ სანამ ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდებით, სანამ ტოქსიკურ ურთიერთობაში შევალთ, იქამდე მოვახდინოთ პრევენცია, იქამდე გავიაზროთ ეს ყველაფერი, რადგან სამწუხარო სტატისტიკა არსებობს ესეთი, რომ გაშორებული ქალების 75% ხდება მსხვერპლი. ფემიციდის მსხვერპლი. და სანამ მაგამდე მივალთ და სანამ იმაზე ვიფიქრებთ, რომ მოდი სიცოცხლე მირჩევნია ძალადობაში ვიდრე შემდეგ სიკვდილი, ჯობია რომ იქამდე ვიფიქროთ და ამოვიცნოთ ძალადები, მივაქციოთ ამას ყურადღება და ესე ვთქვათ არ დავხუჭოთ თვალი red flag-ებზე. იმასაც დავამატებდი, რომ ადამიანი ერთადერთი არსება არის, რომელსაც შეუძლია საკუთარი ინსტინქტების წინააღმდეგ წასვლა. მაგალითად, მე რომ სიტყვაზე სამსახურში გვიანობამდე დავრჩი და 12 საათია ბნელა, რაღაც ლიფტით უნდა ჩავიდე ქვევით, რომ სახლში წავიდე და ეს ლიფტი იღება და რაღაც მამაკაცია შიგნით, რომელიც ესე ვთქვათ მაშინებს და თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, ანუ მაინც შეიძლება შევიდე, იმიტომ რომ ვიფიქრო, ვაიმე იმან რამე არის, ფიქროს რაღაცა ისე არ გამოჩნდეს, რაღაც დავიბნა და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც სადაც ინსტინქტურად თავს დაუცველად გრძნობთ და გვეშინია, არ ესე ვთქვათ, მივენდოთ ჩვენს ინსტინქტებს და მის წინააღმდეგ არ წავიდეთ. ხშირ შემთხვევაში მართლდება ხოლმე. და კიდევ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ცნობიერების ამაღლება გვჭირდება კიბერუსაფრთხოებაში, იმიტომ რომ მარტო ონლაინ უსაფრთხოებაში არ არის საქმე, მერე ეს შეიძლება ფიზიკურ საფრთხეს გვიქმნდეს, ფიზიკური, რეპუტაციული, მენტალური, ფინანსური, ყველანაირი. და არ არის მხოლოდ ის, რომ ჩატმა არ გაჟონოს სადმე გაცილებით ხმა პრობლემასთან გვაქვს საქმე. როგორც წესი არ ინტერესდებიან ხოლმე და არ იცნობიან ამ უსაფრთხოების ნორმებს. და ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგი რო ჩაგვიტარებია ორგანიზაციაში. ისეთები შემოდიან ხოლმე, რომ დროის კარგვად აღიქმება. რაღაცა, რომელსაც კომპანია აძალებს, რომ მოისმინონ და ამ დროს საქმეები აქვთ, არ არის ასე. გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანიზაციამ რომც არ ჩაგიტაროთ, თქვენით უნდა გაეცნოთ ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეს მარტო ონლაინ უსაფრთხოება არ არის, ეს არის თავისუფლების შენარჩუნება და უსაფრთხოების. კი, და ხშირად მომისმენია ესეთი ფრაზა, რომ თქვენ გინდათ, რომ ჩვენ პარანოიაში ვიცხოვროთ და რეალურად ეგრე არ არის, იმიტომ რომ საფრთხე ნამდვილად ძალიან რეალურია, ბევრია და რაღაცნაირად უნდა ვაკონტროლოთ, სადაც შეგვიძლია და რაც შეგვიძლია.
დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ, საინტერესო იყო. მადლობა სალომე შენ სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების და საკითხების გაზიარებისთვის. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა. მადლობა. მადლობა.